აბა სალამი, დილამშვიდობისა. სიონი, ვაგრძელებ ჩემ სათევზაო ვოიაჟს. რამოდენიმე გასვლა მქონდა, ერთხელ შვილთან, მეორედ, მარტო ვიყავი, მერე შემიერთდა ჩემი შვილი. ბანკავს დაკითხვევზაობდი, მაგრად გავერთე აი იქით, აი პლატინა რო არის, უბრალოდ იქით, ხეს იქით. ეხლა ვარ ესეთ ადგილას, შემოგიხედა ესეთი ყურეა. ის არის ძირითადი სიონი და აქ წყალი შემოვიდა. წელს მაგრად მაღლა დგას წყალი და აქეთ შემოვიდა წყალი, თორე ადრე აი სამანქანო ბილიკი იყო. მე არ მახსოვს აქ წყალი იყო თუ არა. ერთი სიტყვით საინტერესო ყურეა, ხალხიც არის. რავი, დილის საათებში მოვედი, არ მეგონა ვინმე დამხვდებოდა ამ ტერიტორიაზე, მაგრამ არის. არა უშავს, მეც ავეწყე. აი ეს არის ჩემი სამუშაო ადგილი. სხვათა შორის ახალი სკამი ჩამომივიდა. გაგიკვირდებათ და თემუდან გამოვწერე, ძალიან სუბუქი. რეგულირდება ფეხები, ეს საზურგიც რეგულირდება, ეს მოყვება. დასაკვების ესეთი ჯამები, ნაკჭიისთვის მაქვს. და ესეთი მშვენიერი, კომფორტული პაწუკა სკამი. ნუ სატივტივოდ შევიძინე, მაგრამ ფიდერზეც და აი ნავში ჩასადებად გამოვიყენებ მშვენივრად. ეხლა არის დილის რომელი საათია? საათი სახში დამრჩა, ალბათ 6 საათი იქნება. ამაგრად კამერა. ოკეი. და დავიწყოთ დასაკვების მოზილას. ხო, რაზე ვითევზავებ? ძირითადი აქცენტი მექნება. შამაიაზე საკმარისად ვითევზავებ, მინდა ეხლა ფსკერზე ვითევზაო რა, კარჩხანა იქნება ან ხრამული ამ ორ თევზე. შამაიას თუ გამოირევა არ არის პრობლემა. ამიტომ წამოვიდე. ბელგიური დასაკვები, ეს არის მარწვის არომატი. ნახევარ პაჭკას ახლა გავურევ. არ გჭირდება ფრიანი. და დავუმატებ აუცილებლად ფიშკას, ესეთ გეიძებს. წინა გასვლაზე სიონზე ფიდერით რო ვიყავი, კარგად იმუშავა, მარტივად შემოიყვანა თევზი. და ამ გეიზერს დავუმატებ იმ დასაკვებს და ვნახოთ რა გამოვა რა. ესე იგი, ამის ნახევარი. მეგონა მარტო იქნებოდი ჩემს თიქიაში. მე ხალხი მოვიდა. ამის რაც შეეხება, ეხლა ბურუსია ვერ მიგებ, მაგრამ წვიმა არის გამოცხადებული. იმედი არ გამართებს. აქედან გასვლა მერე ძალიან რთულია. საერთოდ არ მიღებს წვიმა. და ნახევარი ეს და აქედან ბევრი არ უნდა, ალბათ 200 გრამი. აი ეს. ბევრი არ უნდა. ესეთი გამოიყურება. წითელი და ეს ცოტა ყვითელი ფრაქცია. და ერთმანეთში გავუშვათ. დავამატოთ წყალი. მაგარი ტკბილი არომატია. აქაურ თევზს როგორც მივხვდით, ტკბილი არომატები მოსწონს. წყალი უნდა კიდე. კაი, ამაზე არ მოგაწმენ. მოკლედ ამას მოამზადებ, გავშლი ანკეს და დავიწყებ პირდაპირ თევზაობას. აბა წარმატებები მე და წარმატება ყველა იმ პატიოსან მეთევზეს, ვინც გამოვიდა დღეს სიონზე. აბა ჩვენ ვიცით. დავჯექი ერთი სიტყვით. დავიწყებ ახლა დაკვებას. ერთ წერტილს შევარჩევ, შორი დისტანცია არ მჭირდება. დღეს ვითევზავებ ფლაგმან კასმასტერით 3 მეტრიანი პიკერი 40 გრამამდე, ეს ახალი ვერსია. ამით ვითევზავე წინა გასვლაზე, ძალიან მესი ამოვნა. უბრალოდ კოჭა შევცვალე, მაშინ მქონდა იგივე ფლაგმან კასმასტერი 4500 ზომაში. ოდნავ მძიმე იყო რა, რაღაც პატარა დისკომფორტი მქონდა, ის სხვა კასმასტერზე გადავიტანე. სხვა ჯოხიც მაქვს 360. ამისთვის შევიძინე 4000-იანი ზომა და რავი, ხელში ზის ძალიან მაგრად რა. ზუსტად სამაგისო საქმეა.
დავიწყოთ ეხლა დაკვება. წონებს გამოვიყენებ 20 გრამამდე. მაქვს სხვადასხვა საკვებურები. ეს კონკრეტული არის 14 გრამიანი. დასაკვები, სადაც ჩემი დასაკვები დამჩა. არომატი სასწაული. მზად არის დასაკვები. და დავიწყოთ დაკვება. ჩემ წინ დგას თეთრი მანქანა, რაც ხამის თევით იყო. ის იქნება ჩემი ორიენტირი რა. და მაგ წელს დავკვება. მეტი არ მჭირდება. კაი დისტანცია. აქვე დავკლიფსო ჩემს კოჭას. ესე ფრიქციონი და გავაგზავნოთ რა უკვე თევზაობით. სადღაც 10 გასროლას გავაკეთებ. დავკვება და მერე დავაგებ ნემსიკავს. წერტილი დაკვებილია. ეხლა გავუკეთოთ სადავე და დავიწყოთ თევზაობა. სადავე მექნება ინტეშის 0.16 მმ იაპონური ძუა, ძალიან მომწონს ეს ძუა, ამით თევზაობ დიდი ხანია. მე კომფორტულება. სიგრძეს რაც შეეხება არ გავაკეთებ გრძელს. სადღაც მექნება 50 სანტიმეტრი რა. მეტი არ მინდა. ნემსიკავს რაც შეეხება დღეს ორ ვარიანტს გამოვიყენებ. ეს იქნება გამაკაცუ F22 და ონერის 50-457. ხო სწორედ ვამბობ? კი. 12 ზომა და 16 ზომა. ჯერ ონერით დავიწყებ. მომწონს ეს სერია 50-458 და ამას ცოტა ყუნწი აქვს მოღუნული და ეს არის სწორი ყუნწით 50-457. ტენკარა არის ყველა მოდელი. ესე გამოიყურება. უბრალოდ აი თეთრ ჭიით ვთევზაობ დღეს, ხო? თეთრი გუზის მატლი აგი. და თეთრ ჭიაზე ვიყენებ ამ ორ ტიპის ნემსიკავს რა. ამინდი მშვენიერი განწყობა, გადასარევი. ხალხი ბევრია, არ მოვიწყენ. ერთმანეთისთვის გაუზიარებთ ალბათ გამოცდილებას. თავარია ახლა თევზი მოვიდეს. ეგ არის მთავარი. გადავე მზად ამაქვს. ეხლა ამას მინდა დავუმატო წითელი ფერის სილიკონი, რომელსაც რა უკვე მივეჩვიე. ხმარობ. ესეთი სილიკონია. ამას ახლა მოვწყვიტავ. აქ არის ბურთულები. რამდენი ბურთულა? 5? აი 4 ცალს დავიტოვებ. ესე. გავუკეთოთ ნემსიკავს. ეს სილიკონი თან მოტივტივია და ნემსიკავს აწევს. გავუკეთოთ ჩვენი ჭია. ესეთი რაღაცა გამოდის. აბა წყალში როგორ არის? კაია. ნახევრად ტივტივებს, რო იტყვიან. აბა სადავე გაკეთებულია, სატყვარა ზედ არის. დასაკვები საკვებურაში და პირველი სამუშაო გასროლა უკან რა ხდება. ცოტა წამოვდგები ფეხზე. უკან ბალახია და არ მინდა წამოვნა.
იდეალურად. დაკლიფსამდე მივიდა. ველოდებით ჩაძირვას. ჩაიძირა ერთი ამოხვევა და ესე დადება. და ვნახოთ აბა პირველ თევზზე ჩაგერთვებით. არის პირველი ხრამული. პატარა, მაგრამ ანგარიში გავხსენი. ვაგრძელოთ, გავაგრძელოთ. სანამ იძირება იმას ვაკვირდები და არტყავს თუ არა, შამაია მაინც დგას და შეიძლება ვარდნაზე ივაშკაცოს. რაცა კარგი დავსვი. ესეთი რამე არ მინახია პროცესში. ეგ რანაირია, თქო მართლა ვერ ვიქე. საკვე ბურაშია. აუ, ხატო. იქექებოდა დასაკვებში ესე იგი და აიღონო გახსნილიო. ანუ ესეთი რამე პირველად. შევინახოთ ჩათვლაში. ვაჰ, ჩემი ამაში როგორ გავიდა. ძალიან მაგარი რაღაცა დაჭდა. ანუ და გამეცეს. ნელა მომყავს ნელა. დავიდა. კარას კარჩხანა. აი ზომის კარჩხანა როგორ ავწიოთ ასე. აბა როგორია. რაიღო წითელი სილიკონი და თეთრი მატლი. ო, კაი ზომის კარჩხანა. მაგარი ჩატმოც ქონდა. შვენიერი. ორი ხრამული, ერთი კარჩხანა. ნორმალურია. ჯერ დილის საათებია, 7 საათია. ამინდი ცოტა არეულია, ხანქარი უბერავს, ხან უცებ წნარდება. ცოტა წინც კლავს კიდევას, წნევა თამაშობს. თუმცა თევზი არის, აშკარად არის. ჩვენ დაკვებილ წერტილში თევზი მოძრაობს, იმიტომ რომ როცა ვაგდებ, ჩანს რომ წნულს ეხუხუნება რა, ანუ დადის თევზი, პრიალებს. აი, ვნახოთ. ნუ ცოტა ამინდი გვინდა რა, წესიერი ამინდი. სტაბილური წნევა რა, რო იტყვიან. შევხედოთ სიტუაციას. ჭერას ვაგრძელებ და იმედია, კარგი დღე გამომივა. აი, სუ ათამაშებს ქვივერს. აი რა დამირდა. პატარა კარასი.
კარგია, გავაგზავნოთ. ეგ არის კილო. ველოდებით შემდეგს. რაღაცა დავსვით შემდეგი. მგონი პატარა კარჩხანაა ისა. იბრძვის რა ვიცი. აბა რა დავსვით. ბატონო. იგივე ზომა რას წერა. სათაფე მშვენიერი ზომის. მომყავს რაღაცა, მომყავს. სავარაუდოდ პატარა კარჩხანა. ო. იბრძვის. სავარაუდოდ კარჩხანა. ой. ცუდი ზომა არ არის თქო, ხო? აი ცუდი ზომა მე მინდა გითხრათ. სატყუარა სარცვლი, ისე წითელი სილიკონი და თეთრი ჭია. ცოტა აცივდა. რაღაცა კარგი, მე მგონი ხრამულია. მელა წამოვიყვანოთ, არ ვიჩქაროთ. მე მგონი ხრამული და ოსვი ისე დაარტყა. სად მიდიხარ? ო, კარგად იბრძვის. აბა რა ხარ გამოდი? არ არის ცუდი ზომა. არა, კარჩხანა კაი ზომის ისა. Gotcha. შვენიერი. კაი ზომის კარჩხანაა. და კარგადაა გადაყლაპული, ეს სადა აქვს სატყუარა. ინსტრუმენტი მინდა რომ გამოვუყო. ან ჯოხი მაინც. გამოვიხ. კაი ზომა. ვაგზავნოთ. დღეს საინტერესო ხდება. რაღაც პატარა წელში გავიშალა. ამკივდა უკვე ყველაფერი. კარჩხანა მეგრიც პატარა ზომის და არყავს და მე გაჩერდება ერთ ადგილზე აღარ მოძრაობს. აგვიწვინდა ქოლგა გავშალე. რავი, კომფორტში კი ვზივა რა. თევზი ცოტა გაპასიურდა. მაგრამ აქ ვარ და ვაგზავნებთ ზაობას, შევხედოთ სიტუაციას. ცოტა ადგილში არ გამიმართლა. რომ მოვედი, სადაც მინდოდა დაჯდომა უკვე დაკავებული იყო. მომიწია ცოტა აქეთ გადმოსვლა.
აკიდე ძალიან ბალახიანი ადგილია, სატყუარი იმალება ბალახში და თევზს უჭირს სატყუარის ნახვა. მე რო არაკი რაღაცა დავსვით ამ წვიმიან ამინჩი. კარჩხანას გავს პატარას. შვენიერი უთევზოთ არ ავრჩებით. შევინახოთ ჩვენს ბადეში. ბადე რაღა სათლია. საერთაშორის კომფორტულია. პირდაპირ წაარტყავს და მერე გააჩერებს რა. ანუ კარჩხანა მიცის ეგრე პატარა ზომის. ჯერ ვერ ვიგებ. რაღაც მძიმედ მოდის. ზის. პატარა. და ბოლოსკენ დაიწყო ბრძოლა. დაგირტყავს და მერე ჩერდება ერთ ადგილზე რა, დაშტერებული. მოყავს მეგონი თევზის და ბალახი, თუ რატო აქ ესეთი წინაღობა. ვერ ვიგებ, მაგრამ რაღაცა მძიმე მომყავს. კი, თევზიც არის და ბალახიც არის. თევზი თავის ყველაფრით. ამიტომ კონდა სიმძიმე. ნორმალური ზომა. ჩამოცხა. მეც გავიხადე და ცოტა აქტივობა შეჩერდა. ისეთი ჩარტმები აღარ არის. აწვალებს ქვივერს სავარაუდოდ ზის რა. ისევ პატარა კარჩხანა იქნება. ვნახოთ. მოკლედ ზაცებები არის ძალიან ბევრი რა. შევწუხდი საკმაოდ. რაღაცა ურტყავს. რაღაცა პატარა. პატარა კარჩხანელა. დაარტყავს ერთხელ და დგას მერე ერთ ადგილზე. საერთოდ არ იბრძვის. მომეც. გაჩერდით. ისე ეს მონტაჟი წითელი სილიკონი მთელ სიგრძეზე ესე გამოიყურება და თეთრი ჭია. დასაწყისში არ მithქვამს, სადავე მაქვს სადღაც
40 სანტიმეტრი კიდევ უფრო დავამოკლე. ჩვეულებრივი inline feeder-ი. ერთი ნემსიკავი. ერთი ჯოხი, ერთი ნემსიკავი. ისე მე მგონი თევზი მოვყავს თავის ყველაფრით. ტოტები, ბალახი, რა ვიცი. კი, თევზი არის. სუდი ზომა არ უნდა იყოს. სტანდარტი. თავის ბალახი, თავის ყველაფრით. მოკლედ ვფიქრობ დავასრულო თევზაობა. თევზაობა შედგა და მიზეზი რატო ვასრულებ არის ის, რომ ამით იფუჭდება თევზის აქტივობა საერთოდ შემცირდა, ჩარტყმებიც არ არის, სადაც 40 წუთია ვზივარ, ისე უბრალოდ საერთოდ არ ეკარება არაფერს, რაც არა ვარ ცადე. დღით მაინც ყვანყოფილი ვარ. მოხარული ვარ რომ გამოვედი სუფთა ჰაერზე, მით უმეტეს სამულამაზეს ბუნებაში. ძალიან მესიამოვნა. მიზანი რაც დავისახე შევასრულე, დავიჭირე ჩემი სასურველი თევზი. ყველაფერმა იმუშავა, რაც დღეს დაგეგმილი მქონდა, მონტაჟმა, ჯოხმა, დასაკვებმა, სატყუარა, მოკლედ ყველაფერმა რა. ერთადერთი ალბათ უფრო კარგი შედეგი მექნებოდა, უფრო, სხვა ადგილას რო ყოფილიყავი რა, სამწუხაროდ სადაც მინდოდა დადგომა, იქ ადგილი აღარ იყო, ამიტომ მომიწია აქეთ გადმოსვლა, აქ კიდე ძალიან ბალახიანი ადგილია, ყველა გამოყვანაში ბალახი მოყვება, სატყუარა, დაცემის დროს იმალებოდა ბალახში, მოკლედ რთული პირობები იყო. თუმცა მაინც შევძელი და კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. მოდით შევხედოთ რა დავიჭირეთ. შეიძლება დიდი არაფერი იყოს, მაგრამ თვაც არიელი არ მივდივარ სახლში. რაც შეეხება თევზის გაშვებას, მოდი აქ. აი ეს ორი ხრამული რო დავიჭირე, ამ ხრამულს აუცილებლად გავუშვებ, რომელჯერ დავიჭირო. ეს ერთი და აი ეს ორი ხრამული ეგრევე მიდის წყალში. რავი, ამ კარჩხანებს წავიყვან და გემრიელად მივირთმევ ჩემ ოჯახის წევრებთან ერთად. თან მელოდებიან და ამირეკეს მოდიხარ თუ არა უკვე თევზი მოგვიტანე. მე საკმარის თევზს ვუშვებ ყოველთვის, უბრალოდ აქ დასასვენებლად ვარ ჩამოსული. კიდე რამდენიმე დღე გავჩერდები და რავი, წავიყვან და მივირთმევ ამ შესანიშნავ კარჩხანას. მადლობა რომ დარჩით ბოლომდე ჩემთან ერთად. მადლობა რომ გვერდში მიტიხართ. თუ რამე შეკითხვები დაგვრჩათ, მე ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ავხსნა, რა მონტაჟით ვთევზაობ, რა სატყუარით, რა მეთოდით, რა დასაკვებით. თუ კიდე შეკითხვები გექნებათ, გამოვუშვით კომენტარებში, მოხარული ვიქნები გიპასუხოთ ყველანაირ ნორმალურ შეკითხვას. ეგ იყო და ეგ და შეხვდებით მომდევნო თევზაობაზე. ხო, გამოიწერეთ, არ დაგავიწყეთ, ვისაც გამოწერილი არ გაქვთ, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო შემდგომ ვიდეოს გადაღება. დროებით.